გურიე წყალში თევზის ჭერა, ხო იცი, მამა ძაღლი კაცის ის არის, ხო? თვისება და ხასიათი და რატო გავაკეთოთ ეგა? რატო თუდად ხართ? ვაცალოთ მთელი რიგ რაღაცებს და არ არის ხალხი აღარ აყავს ჩვენ რა. აი პარტიები გადავხედე, მე შევისწავლე და რო დამისვათ კითხვა, რომელ პარტიას მისცემთ უპირატესობას, გეტყვით რომ არ არის ესეთი პარტია და როგორ მოგატყუო. ხო, ყველა შესწავლილი მაქვს. ჯერ ძალიან ბევრ პარტიას ამ არჩევნებში პროგრამა არ წარმოუდგენია. ადრე იყო 2020-ში 12-16 ტელევიზიაში დაждდებოდნენ და ყველა ჩვენი ჯგუფი პროგრამას გვაცნობდნენ. აი ეს არჩევნები რო ჩატარდა პროგრამა არავის არ თქვია რასაკეთებენ. მიაქციეთ ყურადღება, ორეზარებად. რა არის პროგრამა? პროგრამაში უნდა იყოს რწმენის საკითხები. ყველაფერი უნდა იყოს, მე კურსი, ხო, ეკონომიკური მდგომარეობა, რასაპირებ. მე ამ პროგრამას რო გავიცნობ, მე აგირჩი, იმიტომ რომ ეს პროგრამა უნდა განახორციელო. აბა მარტო თემა დამიწერია და ეგრე სად არის? ხო, აღარ ზეპირად რომ მეუბნები, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, არა, პროგრამა, დოკუმენტი მომისმინე, განვიხილოთ, ხო? წინა საარჩევნო პლატფორმები არის, პარტიის პროგრამებით, ყველაფრით, იურისტები უნდა ყავდეს ჯგუფში, ყველაფერი, ყველა დარგის წარმოადგენლები და ასე ერთიანი პროგრამას ვეცნობით ერთი პარტიის. მოვიდა მეორე პარტია, იმასაც ვეცნობით. ეხლა არჩევანს ვაკეთებთ არჩევანს. მე საითკენ მიდო, მე აი ვთქვათ A პარტიას ვარცელე ხმას. შენ B-ს. ხვდები და ამ ეს ხმები დაითვლება და აძლევენ უპირატესობას უმრავლესობას. თუ იქ მოხდა A პარტია, იმას მოვთხოვ მე იცი? ეს როცა წამიგითხა ეს თემა. და მე ამიტომ მაგირჩიე რომ ეგ პროგრამა მომეწონა მე. მომეწონა იმიტომ რომ ეს განხორციელებადია. შენ ხო იმიტომ დაწერე რომ მიხვალ სათავეში და ბერკეტები გაქვს. ეს ყველაფერი რაც დაწერე უნდა განახორციელო. ამაში მოგეცი მე ხმა. და ჩვენ ვირჩევთ ძმაკაცებს. აი ახლა რო აირჩიეთ ქოცები პროგრამა ქონდათ მათ. ქოცების პროგრამა მე არ მომისმენა იქნებ თქვენ იცით. აი რა ქონდა მათ? მათი ბაგის პროგრამა რა იყო ზეპირი განცხადებები ევროპისკენ მივდივართ. გამიგეთ? მე ომის პარტია, ომი არ უნდა იყოს, ომის პარტია მოდის, მშვიდობა აირჩიეთ და აი ეს არის ეს პროგრამა არ არის. ლოზუნგები იყო. შეაშინეს ხალხი ომით და ბიზნეს ხმა მისცეს. პროგრამა არავინ არ იცის. აი ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და ამიტომ მე ოპოზიციის ის რა იყო? პლატფორმა არაფერი. ეს კონცეფტს რუსებში მივყავართ და გადმოვიდა რუსები არ გვინდა. ესე დააგვირეთ ეს რა არის? ოპოზიციის პლატფორმა, იცი, პროგრამა არავის არ წარმოუდგენია. რომ მოხვალ რას შეასრულებ. ჯერ პროგრამა უნდა გავიცნოთ, მე პროგრამა უტოპიურია თუ ესე განუხორციელებელია თუ განხორციელებადი. თუ ისეთი რამე მოვისმინეთ პროგრამაში, ამის განხორციელება არ გამოვა. რატო აგირჩიო? ეს ჭრიჭინა აზრები რა თმიდა? მაგალითად იაგო ხვიჩია ლაპარაკობდა რა ქვია პოსტევის ტელევიზიაში და პროგრამაზე ალაპარაკა კაცმა ხო? მაინტერესებდა რა პროგრამა აქ. იცით როგორ დონკიხუდური აზრები ქონდა? ამას როგორ მიცვებდი ხმას? რაღაც აზრები აქვს თავის რაღაცა ფანტაზია აზრები გაქვს რა. ესე არ იცნობ საქართველოს. არა, მოვისმინე, გასაგებია. ამას ხმას არ მირცემ. ხო, რომ მოგცე ხმა, უნდა ვერ განახორციელებ იმას, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ეს განუხორციელებელია. უტოპია ეს. აი როგორც პლატონის, თქვათ, სახელმწიფო პროგრამა, ფილოსოფოსი პლატონის წავიკითხე, ეგ მოდის სათავეში და წარმოადგინა ეს პროგრამა, რომელიც წავიკითხე. არ მიცემ ხმას, იმიტომ ეს ვერ განხორციელდება. და ტყუილა რატო უნდა იყო მანდა? რატომ მინდა ეს უტოპია? ხო, მაგალითად თორე პლატონი ფილოსოფია, მაგრამ იქ ხო აქვს სახელმწიფო. ხო, განუხორციელებელი. ასევე თომას მორი ისეც თუ პოლიტიკოსი ამ თეორიით შემოვა, აი ამ ეს თეორია ისწავლა, შემოვიდა და გაიმეორა, ხო ვიცნობ მას. არა, ეს განუხორციელებელია, რატო აგირჩიო მე შენ, რო აგირჩიო, ამას ვერ განახორციელებ და მე რო ვერ ახორციელებ, შენ კი არა ხარ დამნაშავე, მე ვარ დამნაშავე. შენ რო ვერ განახორციელებ, კი არ წამოხვალ მანდედან. დაიწყებ შენ ცხოვრების მოწყობას. მე უნდა გავბრაზდე მე შენზე. ასე რომ ჩვენ ჭიდრო კავშირში ვართ ამომრჩეველი და არჩეული პიროვნება და ქართველმა ეს კი ვირისავლა. რო ირჩევთ ადამიანს, რო დაკბირდათ, რატო არა თხოვთ ეს შეასრულე? აი რა დაკბირდათ ახლა ქოცე? აი არჩევნები დაინიშნა,
პროგრამებით წარდგებიან ვინმე? აი, ნათელაშვილი სულ ლოზუნგებით არის. ის მოვა წყალი გაგიბუჭდებათ, გუგავა მოვა, ეს მოვა. ეს პროგრამა არის. ან პროგრამა არის ყველას დაგენიშნებათ 1000 ლარი. ეს უტოპია. მე რა გიჩევ? შენ ისეთ რაღაცეებს, მე ბრაზობ, რატო არ ამირჩიო? ამას შენ ვერ განახორციელებ და რო ვერ განახორციელებ, იქა დისტანცირება მოხდება და მე გაბგარბებას დაიწყებ, შენ ოჯახს მიხედა და მექნები დაბოღმილი. მე ახლა დავიწყებ სხვით და სულ მოტყუებული ვართ ჩვენ. ამომრჩევლები. და არა ვართ მზად რა, მთელი რიგი დემოკრატიას მაღალი შეგნება ჭირდებათ მეგობრებო მოსახლეობაში. ვიქნებ მეშლება პროგრამა გაცნობილი ხართ? რა პროგრამა ეს არ გადამრიოთ რა. ერთხელ საბჭოთა კავშირის მაგალითს გეტყვით. შევარდნაძის დროსაც ხო იყო არჩევნები, მე რომ მოვიდა ისა რა ქვია, გამსახურდიას შემდეგ და იყო ასეთი ადვაძე, ეკონომისტი დოქტორი. ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც სკოლის დირექტორი იყო და რომელიც შეგნებულად გვარდასახელს არ ვიძახი, მოაყენა მანქანა ჩემთან ახლოს ცხოვრობდა მოვიდა და გაზეთს კითხულობს, მიდიოდა სკოლაში რა. მოთხარ რას კითხულობ მეთქი? ადვაძეს სიტყვას პროგრამას ვადევნებ თავს და ეს უნდა ავირჩიო მე ამას მიცემ ხმას. მოთხარი გამეცინა და რასებს ამისთანაც მეთქი გამიგე. თან გაზეთში. წარმოგიდგენთ, არიან ადამიანები, რომ ნახე იქ მაინც დაწერილი იყო თემა, რომ ეკონომისტი და აი ამ დროს ეს ხო არაფერს არ წარმოადგენს. ერთი რიგითი ის იქნებოდა უმაღლეს საბჭოს დეპუტატი ადვაძე და ვერაფერს ვერ შეასრულებდა, რაც იქ იყო დაჩხაპნილი. მაგაზე ხო არ იყო ეგ დამოკიდებული. წინ მიხდორი ჩემი მეგობარი გაგებაში არ არის. აირჩია ადვაძე და რო აირჩია და დაგაკმაყოფილა მეთქი. რო გავიტოთ და გეცინებოდა. ახეთ ის მოტყუდა, მე არა. იმიტომ იქ რაც ეწერა, ყველაფერი იყო განუხორციელებელი. რაც ეწერა კარგია, მაგრამ რო ვერ განხორციელდება. აი ხო, ხო კარგი რაღაცაა ბიბლია, გადავიდეთ ბიბლიურ მაგალითებს. ხო, ჩვენთვისაც ახლა ხო. აგერ წავიკითხეთ ბიბლია და ნახეთ, ხო კარგი რაღაცა არის იესო რასაც და ცათა სასუფეველი. შემდეგ აღდგომაზე ამბები ილაპარაკა, სიკვდილი დაამარცხა, რომ ხედავთ, ხო მაგარი რაღაცაა. აი ეს მე ვიწამე იმიტომ, რომ ეს განხორციელებადი არის. განხორციელებადი არის ახალისა და ახალი დედამიწა. განხორციელებადია ჩემი აღდგომა, მაგიტომ ვირჩევ ქრისტეს. და თუ ეს უტოპია განუხორციელება, ამას რატო ავირჩევ? ესე იგი, არის რელიგიები უტოპიური და ირჩევთ მაგას. არის რელიგია რეალური, ქრისტიანობა, ამას არ ირჩევთ. ან ამ რეალურს თქვენ შეგაქვთ ორგანიზაციებს კორექტივები და გადააკეთებთ თქვენ იმაზე. ეს არ არის სწორი. მაგრამ ქრისტიანობის სფეროში მე მორწმუნე ქრისტიანი იმიტომ ავარ, რომ გავეცანი პროგრამას. მთელი ბიბლია არის პროგრამა, დაწვრილებით A-დან H-მდე, ხო? ქართული ასოების ის არის, ხო? ხო, თუ ალფადან ომეგამდე, თავიდან ბოლომდე, დაბადებიდან გამოცხადებამდე. ეს შევისწავლე. შევისწავლე მთელი ის და ვეძებ ამაზე კიდე სხვა მასალებს, ჩემამდე ვინ რა ილაპარაკა ამაზე და ვაგროვებ, უსმენ. ხო? ეს ქართული ენაზე თუ იქნება, რატო არ მოусმენ? არის, არა, დავიწუნე. ხო? აი მაგალითად, ქართულ სივრცეში მართლმადიდებლები უტოპისტები არიან. განუხორციელ, რასაც ბოდავენ ეგენი. აი ზეციერი საქართველოსთან ხალხი გვიყურებს, ეს არის უტოპია. ეს რა ვიწამო ხალხ. ხატებიდან რაღაცა მირონი გადმოდის. ეს არის ტყუილი. ამას რა შემოწმება უნდა. ესე იგი, ახირებული კი არა ვარ, რატო არა ვარ, მე ამ რელიგიის მიმდევარი. განუხორციელებელია ყველაფერი. რო ვერ ახორციელებენ, მოსახლეობას აბნევენ, თვითონ კიდე ნახეთ რასაკეთებენ, მაიმუნობენ. გადავიდეთ ახლა პოლიტიკაში. შემოვიდნენ, დადიან არჩევნებზე, მონაწილეობენ, ბიძინა მიარა, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ესეა, ტელევიზიაში ზიან დებატობენ. ჩვენც მერე უსმენთ, თქვათ პროგრამას გავეცანით და წავედით და მივეცით ხმა, რომ რა კარგი პროგრამაა, იცი, აფხაზეთს გავაერთიანებ, ოსეთს გავაერთიანებთ, შემდეგ ევროპაში შევოთ, ნატოში შევოთ. ამიტომ მოგეცი ხმა. ეხლა მე როცა მოვისმენე ეგა და მითხრა მეორემ, თქვენ რატო არ მიეცით ხმა? იმიტომ ეს არის ჩემს საყოველთაო განუხორციელებელი. მე რა მოხდა ხოლმე? არა. რა მოხდა და გეტყვით რა, განუხორციელებელი როა ეს რო ავირჩევ მე რო ვიცი რომ განუხორციელებელი. ეს რო ვერ შეასრულებს ამას, დისტანცირებას მოახდენს ჩემგან და თავის ცხოვრების მოწყობას დაიწყებს და მე ჩემ შემოიტანს სიზორველს. ხელახლა ავიჯაგრები და აბა გადავაგდოთ ეგ.
ამიტომ რო ვირჩევთ ადამიანს, მისი პროგრამა უნდა მოვისმინოთ და უნდა დავსვათ კითხვა, გავარჩიოთ, ეს შესრულებადია? ამ ეტაპზე აფხაზეთს ეს ვერ შემოიერთებს, ვერც ოსეთს და ამიტომ არ მოვტყუდები მე. აი სააკაშვილიმაც იგივე გააკეთა. აი აჩვენა ყველას, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, აი ამ საათის ბატარეას ახალგაზრდა ბავშვს საათი მისცა და უთხრა, ამის ელემენტს გამოცვლით აფხაზეთში. აირჩია ხალხმა, ხო? მე კიდე მეცინებოდა. რატო ეს უტოპია, განუხორციელებელი ქართულად. განახორციელა სააკაშვილმა, ეგა. და ამიტომ წავიდა, რო ვერ განახორციელა, რა გააკეთა? ფრინავი მისა სტატუსით დადიოდა. დროს ატარებდა. ამიტომ ეს პროგრამები რო არის, თემები კი არ მინდა მე რო გამომიცხობთ ამას. და რო გამოდის 1000 ლარი ექნება ყველას. ამას იძახდა მე მგონი მამუკა ხაზარაძეც. ეხო ტყუილია ხალხო. ტყუილი არის, მოდქვათ, ვერ განახორციელებთ, თორე ტყუილი კი არის, სურვილი გააქვს. მოდი ის დავტოვოთ რა ახლა ნამეტანი სურვილი როგორ არ ქონდა სააკაშვილს. ადამიანია ბოლო-ბოლო ხო ვიცით ეს განსხვავებული კი არ არის. ჩვენი ჯიშის არის ადამიანში დაბადებულია მიშაც, ყესეც, კოლაც, ბიძინაც. ხო ვიცით ეს ჩვენ. და რა გონიათ მაგას ეს არ უნდოდა? ამიტომ მე ჩვენ რო გონიერი ადამიანის ის თუ გაქვთ რაღაცა პრეტენზია, ხო იცი რომ ეს ვერ განხორციელდება. სურვილი გაქვთ. რამდენი სურვილი გაქვთ თქვენ და ვერ ახორციელებთ. მაგრამ სურვილი გაქვთ და სურვილი ცოცხლობთ. სურვილი დადიხართ ხო? აი ოცნება გვაქვს, ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ოცნებაში შეიძლება სული გაგძურეს. ისე რომ ვერ განახორციელო. კარგია აი ოცნება. რატო ქვია ოცნება? არის ოცნება განხორციელებადი, არის ოცნება განუხორციელებადი. ოცნება მაგალითად გააქვთ თქვენ მთვარეზე დაჯდომის. განახორციელებთ მას. ეს განუხორციელებელია. ბევრი ოცნება, ბავშვური ოცნებები არ განუხორციელებელია. მაგალითად ჩემი ოცნება იყო მემანქანე იმისი ელმავლის 10-12 წლის ასაკში. რატო? რომანტიზმი. ესე უყურებდი. დააჯდება მარტარებელი დაადეს და შენ არაფერი არ უნდა გადაწემიდის. გაგიკვირდებათ ხო? ხო არის ბავშვების სხვა ოცნებები. ჩემი ოცნება იყო ესე, მე მინდა გამოვიდე მემანქანე. გავიზარდე და საერთოდ აღარ მახსოვდა, ესე მე ვიხსენე. რა მემანქანე უნდა გამო, ეს განუხორციელებელია. ჩემთვის, ჩემი ფსიქიკისათვის. თორე არის სპეციალობა, გაივილი კურსებს და დაჯდები მემანქანეთ. მაგრამ გავიზარდე. ბავშვმა ეს შეიცვალა ოცნებები. ახლა გაზრდილს რა ოცნებები გვაქვს და ყველას გვაქვს რაღაცა. ძალიან ბევრი ჩვენი ოცნებები არის განუხორციელებელი. ხო. არის ოცნებები განხორციელებადი. აი უცხოეთში გასვლის მაგალითებიც. მავანი დაიძრა საქართველოსთან უცხოეთში. ხო არის? ოცნება არის სადმედი ხარ? ოცნება მაქვს წავიდე საფრანგეთში. ოცნება მაქვს ცოლი მოვიყვანო. აი რა იმით აპირებს ცოლის მოყვანას. მარტო მიყვარს, ასე არ ხდება. მიყვარს და იმიტომ უნდა მოვიყვანო. მართლაც ხო წინაპირობა ხო იცით ყველასი არის პირველი სიყვარული. მაგრამ რო ეტყვირო აი ამ სიყვარულის საფუძველი ახლა პროგრამაც ხო არის, ხო იწყებ ცხოვრებას. როგორ წარმოგიდგენი ერთად ცხოვრება? გაძლებ თუ არა ერთად? აი პროგრამა გააქვს შენ ამისი ცხოვრების, შენ ცოლს აქვს პროგრამა, ცხოვრება გესმით რა არის? მე ამ თქვენი შეუღლებას მოყვება კიდე ერთი სიცოცხლე. ეს თუ გესმის. აი ამ პროგრამას რო წარვადგენ, ახლა ოცე იცი რა მე ამას გავაკეთებ, მე იცი რა არის სასახლის ფარჩის კაბას გიყიდი, მე გაატარებ ხელით. და რომ მოусმინე მაგას მოусმინე ხომ თქვა ხალი ვარ მე და მეუბნება იცი თუ მე ცოლად წამოვყვები და უსმენ იცი რა სასახლე გამოგზაურებ იქ წავალთ აქ წავალთ ყველაფერი ესე და მე კიდე ჩემ დაემთხვა ჩემს და გავყევი არაფერი არ შესრულდა მეორე ვარიანტი მოусმინე და იცი რა არის ვერ წამოვყვები ცოლად რატო რასაც იძახი ვერ განახორციელებ ჯერ ეს რა თქმა ეს პირველ ადგილზე სიყვარულია ხო აი სიყვარული მართლაც აქვს, მეც მაქვს. მაგრამ ამ სიყვარულის ცხოვრების პროექტი გადმოვშალა. რომ მოვისმინე ეს პროექტი, უკვე დამაფრთხო ამან. ეს არ განხორციელდება. რატო გაქვს თავში ესეთი რაღაცები? განუხორციელებელი ოცნებები რატო გაქვს თავში? იმიტომ რომ მე ხო ვიწამლები მაგით შემოვდივარ, უკვე ჩვენში კონფლიქტი ჩამომიგდებს შენ. მე ხო ეს მაგა გელოდები შენ რომ დაკპირდი, დამპირდი ამას ვიზამ, იმას ვიზამ. მე ამ არინანებ ჩემთან რომ მოდიხარ? ხო მიღებ როგორიცა ვარ? არა, ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვატყუებთ. ასე გვატყუებს ჩვენ პარტია არჩევნების წინ და არც ერთი პარტია ძალიან უჭერთ განახორციელონის რაც დაგპირდათ.
ჩვენზეა დამოკიდებული განუხორციელებელს რატო იძახი. ესე ითვალისწინებ ჩემსას რომ მე მევასება მომატყუე რა, მომატყუე. ერთ-ერთ ქართულ პოეტს ესეთი ლექსიც აქვს. სიმართლე არა მომატყუე მე მინდა მატყუებდე რა. მე არ მინდა რომ მატყუებდე. მე არ მინდა რაც მინდა ტყუილი კაცო სიმართლე მითხარი რა. რაც არ უნდა მძიმე იყოს სიმართლე მირჩევნია. ხო და არ შეიძლება სიცრუე იგმობა ხო? მით უმეტეს როცა მთავრობას ვირჩევთ ჩვენ ესეთი განცხადებები 1000 ლარი პენსია 1000 დაგეცინება არა შენ უკვე არა ხარ კაი კაცი შენ ვერ აგირჩევ ბიზნეს რო ეთქვა ესეთი რამე წინას არჩევნებას ეხლა მე მირჩევთ იძახი ავიჩო ხოცები ეხლა მე ვერ დაკპირდებით ევროპაში შევალთ იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული ხალხი ვერც ეხლა ჩილუატ ესეც არ არის ჩვენზე დამოკიდებული ხო ეს მათი ნებაც არის მე ამას წინაპირობებია ჩვენი მზადყოფნა ჩვენ ვართ ახლა ქვეყანა დაქუცმაცებული ჩვენი პრობლემა ჯერ არის ქვეყნის გაერთიანება და შემდგომ ამისა დავაყენოთ საკითხი ევროპაში ჩვენი გაერთიანებისა ამას რო ესე თქვა აირჩევდა ხალხი ესე გასაკეთებს ეგ აიცი ოცნებები დაარიგა მან პარტიასაც დაარქვა ქართული ოცნება თვითონ ეს ოცნებები შეისრულა პარტიამ მაგრამ ამომრჩევლები ოცნებაში დატოვა და ოცნების ამომრჩეველი ირჩევენ ოცნებას რომლებმაც თავისი ოცნების რეალიზაცია მოახდინეს და ესენი ისევ ოცნებებში არიან ოცნებაში არიან რომ აფხაზეთს გააერთიანებს ოცნებაში არიან რომ ყველაფერი კარგად იქნება კიდე ცარიელი სიტყვა ყველაფერი არ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ყველაფერი კარგად არ იქნება რაღაცა იქნება კარგად რაღაცა იქნება ცუდად ყველა ჯამრთელი ვერ იქნება ზოგი ავათარი ზოგი კვდება ზოგი ცოცხლდება და ასე შემდეგ ჩვენ ვიყვარს ესე ყველაფერი კარგად იქნება შიულანდბიც უყვარდა ესე იგი საქართველოს გაბწყინდება რა არის ესე და რა სიბძნე თქვა აი ცუდი წავა კარგი მოვა შიულაშვილის ლექსიკონიდან იკითხეთ წიგნები აი რა არის ეს რა ქადაგება არის შიულაშვილის ციტატები ამონარიდები იკითხეთ წიგნები გაბწყინდება საქართველო რა სიბრძნე თქვა აი მე მიყვარს ჩემი პატრიარქი არის ეგ იყვარს პატრიარქი მატრიარქი რატო არ გიყვარს პატრიარქი გიყვარს ამ დროს დედა თუ გიყვარს ან მამა ან ძმა ან მეზობელი პატრიარქთან საერთოდ გინახია რა საკეთებს თუ იცნობ როგორია შენი პატრიარქი ცხოვრებას ჩაგახედეს არა გამოაწყობენ ფუფალასავით გამოვა მოაჩოჩიალები და შეიძვრება გული პოლიტიკაშიც ესეა მეგობრებო აი ბიძინა და ბიძინა ბიძინა არის ბიძინა იქით ბიძინა აქით ბიძინა ზემოთ ბიძინა ქვემოთ ბიძინიზმი და შეექმნა ამრაც ქართული ოცნება სირცხვილია ხალხო პარტიას ოცნება როგორ უნდა დაარქვა პარტია არის ადამიანთა გაერთიანება რომლებიც რეალურ გეგმებს სახავენ და ამის ხორცშესხმას აქვს ადგილი 4 წლის განმავლობაში ხო ისე რა ჯანდაბა გინდა რა აი ეხლა ამ უნამუსომ რო ვერ შეასრულა ის დაპირებები თვითონ უნდა ეთქვა ასეთ რამე ხალხო მე ვერ შევასრულე ვერაფერი ჩვენ ვხსენით კანდიდატურებს და უთმობთ სხვას პარტიას ეს არის მაღალი შეგრება და კულტურა ეს კიდე ჭიდაობით ამირჩიეთ ისევ ტყუილებით აირჩიეთ ტყუილით რომ ომი არის და დაგენგრევათ ომი კარგით ომი გულებში არის ომი ახლა არის ეგ პატარა ლოკალურად აქვებისროლად რა არის რა მშვიდობა თქვენ აირჩიეთ მთავრობა ისევ ქვებისა და შვილების გასალახავად ხო ვიღაცეება გადასარევია პირდაპირ რა და სხვათა შორის ხოცების შვილების დაზარალდა ამომრჩეველმა თქვა რომ ეს ვინ ავირჩიე ჩემი შვილის დამიბეგვაო მე ამიტომ აგირჩიე რომ შვილები იმიტომ რომ ის შვილი სხვა ვერ გააჩერებ ახლა ნაცხოცური ის არის ოჯახები და ეს შვილი ნაცია მამა და დედა ქოცია აირჩია ქოცი და ქოცმა გაუხეთქა შვილი ცემით და ადგადა თქვენი პარტიაც რა და გადმოვიდა შვილის მხარეზე ესეც ხო ნახავით თვალისწინოთ მოიტყუა და 12 წელიწადი ამ უნამუსოებმა რო ვერაფერი ვერ გააკეთე ხო აგერ ხო ხედავთ აი რო გავიხსენოთ ბიზნეს პირველი წელი ესეთ იქნება მეორე მე ჯიბეზე ის იქნება ჯიბეზე იქცნოთ რა ჯიბეზე იქცნოთ ხალხი გაიქცა
კი, ჯიბეზე გრძნობს ყველა ის ხალხი, ვინც მაგასთან არის. ხომ არის ასე? ამიტომ შეგნებული ადამიანიც დრას გააკეთებ და მეუბნებო, ვერ შევძელი ეგ არა, თქვენ შემოგევლეთ რა. ხა, ნუ ჩამქოლავთ, მაგრამ იქნებ ვისაც შეუძლია დაუთმოთ იმას ადგილი. ჩვენ ხსენით კანდიდატურას. აი ეს იქნებოდა ერი უკვე სიმაღლეზე წავიდა. არა, ჯიგაობა მიდის, მიგავაკეთებ ამას. ოცნების ოცნება არის. ნაცების ზე ოცნება პარტია არის. რო გამოდიან 1000 ლარი, ისე იქნება 1000 ლარი იქნება, რას მე მაიმუნები აქა. საიდან როგორ გააკეთებ? რა 1000 ლარი კი არა, ბიჭო, 10000 ლარი გაქვთ ხელფასით და მოსახლეობას თქვენიდან მაინც გაუნაწილეთ ერთი, აი შენ არა იყო ერთი 10000-დან 2000 ლარზე გადადე იქით ბიუჯეტში ხალხისთვის. ყველამ გააკეთეთ ეგა. დამაჯერე რომ ხალხისთვის ერე, ისე რა უნდა დამინიშნო? რანაირად, როგორ, რა ზღაპრებს გვეუნება ეგა? და როდემდე უნდა იყოს ადამიანი 65 წელს უყარაულობდეს რომ დაუნიშნოთ ეს რაღაცა მათხოვრული რაღაცა 300-400 ლარი? რაქნას 40 წლის კაცმა, 50 წლის კაცმა? რაქნას, რატო არ ამუშავებთ? არ არის ამუშავები. ხო დაგვირდა 1000 ფაბრიკა, 5000 ვისა, სად არის ეგენი? და ასე უნამუსოდ კიდე მოდიან ურცხვად ამირჩიეთო იძახიას კოცები. მაგრამ გამოსავალი ბიჭო გიждდები, აი არ არის რა შეგნება არ არის საქართველოს. ძალით აარჩევინა ხალხს თავი. და რამდენმა თქვა რომ ფული ავიღე და აბა რა მექნე ხარ, ვერც გამტყუნებ იმ კაცს ხო იცით? 100 ლარი ვინც აიღო. ვერც გამტყუნებ კაპიტალიზმი ეგრეა, მოგადაიბირე ისა. აი ეს არის ჩვენი შეგნება რა. ისე მე თუ პირადად ჩემი აზრით თუ გაინტერესებს მე როვინმეს ეთქვა რომ 100 ლარი და ხმამა მეცეს უდედას შევაგინებდი პირადად მე. მე არ გავყიდი ამას რა. არა, 100 ლარის გულისთვის ნამუს ვერ გავყიდი რა. არც 1000 ლარის გულისთვის. უფრო შორს გავალ. მილიონიც რომ მოგცენ, ეს თუ გააკეთე, მაინც არაკაცი ხარ რა. თუ საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ქვეყანას ჯობია წადაიბოზო. წადაიქურდო. აი კრიმინალი მირჩევნია ასეთ ადამიანს და იმიტომ არაფერი არ გვეშველება, როცა არჩევნები უკვე ფულით ხდება. და არაფერი არ გვეშველება არა. სად არის ქრისტიანობა? ამდენი წელი საუკუნეების ქრისტიანობა ისეც ვერ გავიყვანე ადამიანში რომ ეს არ გააკეთო? და ფულის გულისთვის ეს არ გააკეთო, მაგრამ დააბეჭავეს ადამიანები. მოხუცები შეაშინეს, პენსია არ აქვს, არაფერი საწყლები და მთავრობა გამოდის და იძახის ჩვენი ცირა აგვირჩიესო. უნამუსო შენა რა. ჯერ როგორი კადრე ფურსაძლევ ადამიანს გამიგე? ეგ იგივე არ არის? ხალხს ფული მიცე და დამიწექიო. ეგ იგივე სხეულს ყიდულობ. ეს როგორ უნდა იკადროს ადამიანმა? ის შეიძლება ფული დახარჯვა არჩევნების მოწყობაში, მანქანით მიმიყვანო, მომიყვანო, მაგრამ ფულსაც ამაძლევ, ხმა მომეციო, ხმას ყიდულობ. ჯერ შენი ნამუსი და მე ჩემი ნამუსი. და ეს არ ეხება იმ საწყალ უპატრონო ხალხს, მოხუცებს, აი ახალგაზრდებსაც ფულს აძლევდნენ რომ იცოდეთ და იღებდნენ, იცით თუ არა. იმიტომ რომ ჩვენ დაწყევლილი ქვეყანა ვართ და დაწყევლილი ქვეყანა თუ არ შეიორეს, რატოა წყეული? ეს ისრაელიდან გავიგებთ ამას, ისრაელს ბიბლიის მაგალითს. იაკობის ოჯახი ერათ რო იქცა მერე. არ ავსწავლობთ ამას და არაფერი არ გამოვა ის ჩემო კარგებო რა. წინდა უკან სიარულით, ახლა ახალგაზრდები ევროპა გვინდა და ჩელიაბინსკი არ გვინდა, ეს ბავშვობანა არის. ბავშვობანა არის ეს ბავშვობანა. არა, არც მუშაობა ინტელექტუალური, არა, ახალისეთ ამ ახალგაზრდებს სისულელეებში. ვეპათხალი მე ისე დავძაბუნეთ ახალგაზრდებს ვეპირფერებით. როგორ დავკნინდით ესე რა? და სტიმულს ვაძლევთ ახალგაზრდებს, რომ წავიდნენ იქა და შეაკვდნენ პოლიციელებს. ეს არ გვეპატიება არავის. ახსნა განმარტებები არაფერი არ მაქვს გამიგე და გონიათ ახლა ახალგაზრდების შეცვლიან ქვეყანას ესენი დაგირიგებენ 1000 ლარს, ესენი კი არ დაждდებიან პარლამენტში. ამის შიშით შეიძლება გადავიდეს მთავრობა და ისეთი ხალხი მოვიდეს საქარო, მერე იგივე ეს ახალგაზრდები ქვებით მაგას გამოეკიდოს. ამიტომ თავარი არ არის არჩევნების ჩატარება, თავარი არის რა პროექტით მოდიხარ, ვინ ახარ საერთოდ, რას მპირდები და რომ მპირდები, როგორ შეასრულებ ამას. მერე თუ არ შეასრულებ პირობა, რო არ შეასრულებ დატოვე მანდატი.
როგორი ალეკო ელისაშვილი რო შევიდა და დაპირდა ყველას იქა და არ იმისთვის არ აურჩევიათ პარლამენტიდან ისტორიის გაკვეთილები აიხსნა მაგას საქართველოს გმირები. აიკიდებდა ზურგჩამთას და გადაიღებდა და თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო იმაზე YouTube არხზე. ეს დებილი ესაა. ეს ყველაზე არაკაცი არის მე თუ მკითხავ და რამდენი არაკაცია ჩამოგითვლით თუ გინდა. ეს უნამუსო ესაა. და ღირსები ხო ვართ მე ქართველები. როგორ იცებთ ესეთ უნამუსოებს სულ და კარგად ისა ბიჭო საქართველოს ისტორიის ლექციის წასაკითხად კაი აირჩიეთ კაცი არაფერი ამას არ გაუკეთებია ვერც გააკეთებია რა უნდა გააკეთოს ორმა კაცმა ორი სულელი ერთს თანამდებობა ებოძა იოსელიას ეს კიდე პარლამენტში ჭენაობდა მე კრივზე გადავიდა ეხლა გამოუშვეს და კიდე სადღაც იჭენავებს და ხაზარაძესთან არის ის გამოუშვებდა ფული აქვს რა გაინახდა ბიზნესში მაინც ავა ეს არაკაცი რა არის არა მაინც რა ეს ღუბავს ქვეყანას და რა ის ახლა არჩევნები დავნიშნოთ ვინ მოდიან ვინ რა პროექტით რას მირდები აღარ გვინდა რა ეს არეულობა ის არ ვართ ესე რაღაცა მოხდება ღმერთს ვაცალოთ და ერთმანეთს დაერივნენ ხთლებიც როგორ არიან ეს შალვა კეკელია მე შეგვეს რო აი თქვენ მოკლედ როგორ რა თქვენ როდემდე იქნებით და მამაშალვა რა მამაშალვა ბიჭო ის რო იზახთა ეს ბეყეჩო ეს შალვა რამიშვილი მამაშალვა ეს ამათი ის არის ამათი მამა არის ეს ხო ტენდენციური ეს პოსტივიც რა ტენდენციურია ბიჭო რა ტენდენციური აი გაფწყნებული თვალებით რო არის აი მუხტი არ არის არაფერი და ბედნიერი არ შეგვეხება ჩვენ ოხ ისი ამათი ჯინაზე მინდა რომ ესენი მოვიდნენ ასეთი ხალხი წიტალახებით გამოაგდონ რა გაბლასტულები რო არიან ეს მამაძაღლები ესენი გასკდნენ მაგრად არიან და გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის შენი მუცლიდან რო უყურებ სამყაროს და გახარებულები არიან იცი რომ რაღაც არ დაიშალა არ შერჩება თამათ არავის არ შერჩება გამორიცხულია 4 წელი ამან გაძლო სამთავრობამ გამორიცხულია ხო ესე არ გამოვა უნდა შეცვალოს ამან რამე უნდა ხალხის გული მოიგო არ შეიძლება ეს ნაძვებით და შუქების ანთებით ეს არაფერი არ არის ეს არის თეატრი საქართველოს თეატრი კი არ არის თბილისი რაღაცა თეატრის ავანსცენა კი არ არის ამიჭყვიალე რაღაცები ხალხს ცხოვრება უნდა ელემენტარული რო არ გაიქცეს არსად ოჯახში კაცი დაქორწინდეს ისე რომ არ იყოს დამოკიდებული საწყალდედაზე იქიდან ფულს არ უგზავნიდეს თვითონ თავის შვილს თვითონ ზდიდეს და ცოლი და ქამარი აღებული ნამუშევარით უძღვებოდეს ოჯახს ხო აი საშუალო დონეზე არ გინდა რაღაცა მილიონები ამის საშუალებაც კი ვერ შექმნა მთავრობამ და უნამუსოდ მეოთხედ აარჩევინა ფულით ხალხს თავი და ამაზეა გაგიჟებული ვიღაცეები ვინც ნორმალურია თორე ესენი ახლა ის ადგილი ნორმალური ადამიანი ნაწყენი იქნება ჩაქნეული ხელი რა არაფერი არ გაიკეთებია იდალოცილო მე ნამუსი გეყო შენ წახვიდე მე რატო გითხრა არ გირჩევ შენ მე რო აგირჩიო შენი ნამუსი შენ როგორ აგრძელებ ყოფნას ხო ან ბიძინა ივანიშვილის რა ნამუსი აქვს არც ხვენია რა დაპირებები იყო მე მაშინ ვეთქვი რომ ეს კაცი ეს მეთქი დედას გიტირებს მაგრამ ვინ დაიჯერა რომ ესეთია ქართველები პრობლემა არ არის მაგ მთავრობის ცვლაში პრობლემა ჩვენ ვიცით სად არის ამაზე რო ლაპარაკობთ ეს არ ჯერა არ არის და თუ არ გჯერათ რომ ღმერთებით მიდის სამყარო მაშინ ეს უკვე თქვენი პრობლემა არის